Что касается каких-то разочарований со стороны кого бы то ни было. რაც შეეხება იმედგაცრუებებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის გამოთქმული, ყველა იმედგაცრუებას გადაჭარბებული მოლოდინები ქმნის. ეს ყველასთვის ცნობილი წესია. იმისათვის რომ მიუახლოვდეს საკითხის გადაჭრას მშვიდობიანი გზით უნდა აწარმოო გარემოებითი საუბრები, არასაჯაროდ არამედ მშვიდად, სიჩუმეში. სამშვიდობო პროცესის შესაბამისად და სწორედ ამ მიზეზით გავაკეთეთ შეთავაზება სამი ჯგუფის შექმნის თაობაზე. მოლაპარაკებები ყოველთვის მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მშვიდობისკენ მისწრაფებას ეხება. პროცესს დადებითად ვაფასებ, როგორ შეიძლება ასე არ შეფასო ის, რომ ასობით ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში, უკრაინასა და რუსეთში. საბოლოოდ უკრაინული მხარის რეაქციაც იყო პოზიტიური. შევთანხმდით, რომ შეგვიძლია გქონდეს მოლაპარაკებები კამერების გარეშე. ყოველგვარი პოლიტიკური ძვრების გარეშე, მშვიდ რეჟიმში ვეძებოთ კომპრომისები. ჯერ ეს სამუშაო არ დაწყებულა, მაგრამ მოგვეჩვენა, რომ უკრაინის პირველი რეაქცია იყო დადებითი. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიძრება. ჩვენი პირობები და მიზნები კი უცვლელია, ის ჩამოყალიბებულია. მთავარია, რომ ამ კრიზისის მიზეზები აღმოვხვრეთ. უკრაინული დელეგაციის მხრიდან გაიჟღერა იმ იდეამაც, რომ ალბათ ექნებოდა აზრი უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოება საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში განგვიხილა. Ფიქრობთ, ეს სწორია და ვიზიარებთ ამას. И в целом